საზოგადოების პროტესტის ფონზე ოცნების პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე გახსნა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა, რომ ერთი სიტყვა არ უთქვამს რეპრესიულ კანონებზე. ამის აპირისპიროდ კი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები სრულად დაცულია. ყველა სხვა ქვეყანას კი, რომელიც ოცნებას უფლებების შეზღუდვის გამო აკრიტიკებს, კვლავ თავს ესხმის. მათ შორის ოცნების გაღიზიანების საგანია გაეროში გამართულ სხდომაზე ივანიშვილის ხელისუფლების კრიტიკა, ასევე ეუთოს მხრიდან მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, რომელსაც 24 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. სალომე ლაბაძე მოისმინა პოლიტიკური განცხადებები, რომლებსაც ახლა ის პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. სინამდვილეში რა ადარდებს ქართულ ოცნებას და რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია მას მოსკოვის მექანიზმი, რომლის ამოქმედების გადაწყვეტილება ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს. სწორედ ამაზე მსჯელობისთვის ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დღეს პარლამენტის შენობაში საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე განცხადება უკავშირდებოდა სწორედ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. ამ თემაზე ირაკლი კირცხალია მისაუბრა. კირცხალია ამტკიცებდა, რომ ქართულ ოცნებას თითქოს არ ადარდებს ამ მექანიზმის ამოქმედების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და რომ მზად არის ქვეყანაში შემოუშვას ეუთოს ექსპერტები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან აქ ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ მდგომარეობას, თუმცა ამავე დროს კირცხალია თავს ესხმოდა შვედეთს, რომელმაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ასევე მხარი დაუჭირა ამ მექანიზმის გამოყენებას. კირცხალიამ თქვა, რომ კირცხალიას პასუხი შეიძლება ითქვას, რომ იყო ირონიული და ის ამბობდა, რომ ეს არა შვედეთს აქვს საფუძველი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ხილავდეს, არამედ ქართული ოცნება ისწავლა, რომელიც შეშფოთებულია შვედეთში არსებული ვითარებით ამ თვალსაზრისით და აპირებს, რომ მომავალშიც გააგრძელოს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ განვითარდება შვედეთში ამ მხრივ მდგომარეობა. ამას გარდა საყურადღებო იყო რატიო ნათამიშვილის განცხადებაც, რომელმაც სწორედ ადამიანის უფლებების მიმართულებით ისაუბრა და გაიხსენა სხდომა, რომელიც ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების კრიტიკას ეთმობოდა გაეროში. სწორედ ამ ნაწილში რატიო ნათამიშვილმა თქვა, რომ საქართველო გაეროშიც გაითვალისწინებს მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ქართული ოცნება ჩათვლის საქართველოს სუვერენიტეტთან შესაბამისად, სხვა შემთხვევაში კი არც გაეროს რეკომენდაციების გათვალისწინებას, როგორც ის უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდანაც მოვისმინეთ, ქართული ოცნების ამ წარმომადგენლის მხრიდან ივანიშვილის პარტია არ იღებს. შეშფოთებების სერიიდან. შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოს და ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი. ხაზნასვით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. თუმცა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატოთ შვედეთის მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ 26 იანვარს გაეროს ჟენევის შტაბ-ბინაში გაიმართა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ანგარიში. ჩვენი ქვეყნის პოზიცია აქამდე იყო, რომ ჩვენ როგორც წესი ვიზიარებდით ყველა რეკომენდაციას, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ შემთხვევაში ამას ასევე დაემატება უარი ისეთ რეკომენდაციებზე, რომელიც არ მოვა თანხმედრაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და შესაბამისად მხოლოდ ამ ფილტრით იქნება გაზიარებული ნებისმიერი ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო. ვინაიდან, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ შესაძლებლობის დროს ჩვენ პირველ რიგში უსმენ და ვიზიარებ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნების ბიუროკრატების მოსაზრებებს. ჩვენი მეფეები და ხელისუფალნი ქართველი ხალხის თანადგომით
ყველაზე მძიმე პერიოდში ირჩევდნენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ, ხშირად მტკივნეულ, თუმცა ერთადერთ სწორ გზას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გაგრძელება ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდი ახორციელებს. მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ყავს ეროვნული ხელისუფლება, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველოს დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის. 24 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში და სავარაუდოდ აქ საუბარია რამდენიმე კვირი ამ ვადაზე საქართველოში ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თავად შეისწავლიან ყველა იმ შემთხვევას, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის. ისინი შეისწავლიან იმ პერიოდსაც, როცა ქართულმა ოცნებამ გავრცელებული და დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სავარაუდოდ სწორედ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების მოლოდინს, უფრო სწორად ამ მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ექსპერტების ჩამოსვლის მოლოდინს უკავშირდებოდა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებებზე განსაკუთრებული აქცენტით საუბარი დღევანდელ სხდომაზე და იმის მტკიცება, რომ თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, თუმცა ამ ფონზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებიათ ახალი რეპრესიული მექანიზმი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით გაუარესებს საქართველოში მოქალაქეების მდგომარეობას, რადგან არაერთი შეფასებით საქმე გვაქვს ამ ახალი რეპრესიული ინიციატივის სახით ისეთ კანონპროექტთან, რომელიც ქვეყანაში მოქალაქეობას გააუქმებს.